მე კი მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ხვალ 31 იანვარს საღამოს 6 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შედგება წარდგინება 2017 წლის ალბომ კალენდრისა სახელწოდებით ჯვარი და ვაზი, ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები. გამოცემა ეძღვნება საქართველოს ავტოკეფალის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს და ასევე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადებიდან 85 წლისა და აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ალბომის შემდგენელი და ტექსტების ავტორი ქალბატონი ნანა ბურჭულაძე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია. დილამშვიდობისა ქალბატონო ნანა, ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია შედგება ხვალ, როგორც უთხარი უკვე მაყურებელს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში. თუ შეიძლება მაყურებელს რომ მოუთხროთ, თუ რომელ ეპოქას აღწერს აღნიშნული კალენდარი, ალბომ კალენდარი და ფორმის თვალსაზრისით როგორია, როგორც ვიცით, ილუსტრაციებს ქართული აქვს ტექსტებიც და ტექსტების შესახებაც რომ გითხრათ. და ამ ალბომი კალენდარის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ის არ არის მხოლოდ ტიპიური ჩვეულებრივი კალენდარი, რომელსაც ვთქვათ მთელი წლის განმავლობაში ხმარობს ადამიანი და შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, გადააგდებს. იმიტომ რომ ეს მისი დასახელების პირველი ნაწილიც ალბომი გულისხმობს, რომ კალენდრის შემდეგ რჩება ეს გამოცემა ალბომად. თუ შეიძლება შევახედოთ, ხო? ეს კალენდარი ნაყოფია ჩვენი ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო პროექტისა, რომლის ესე იგი წამომწყები და ინიციატორი გახლავთ იტალიური მხარე. საქმე იმაშია, რომ ამ ტიპის ალბომი კალენდრები გამოდის უკვე 1980-იანი წლებიდან და ის აშუქებს ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშებს, ძეგლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანუ წინა წლებში გაშუქებული იქნა ის შარშანი იყო მაგალითად კიევის სოფიას ტაძრის მოზაიკები, თემატური კალენდარი იყო, ვთქვათ იმის წინ სერბული მხატვრობა, იმის წინ კატალონიური ხელოვნება, ტოსკანური, ანუ კვიპროსული, რუსული ხელოვნება, ესე თემატურად, ესე პერიოდულად შუქდება ამ კალენდრით. და ჩვენ პირველი წელია მივიღეთ მონაწილეობა. ეს ჩვენი მონაწილეობა იყო სურვილი თვითონ ამ გამომცემლისა, რომელიც ჩამობრძანდება ამ კალენდრის პრეზენტაციაზე, ეს გახლავთ ქალბატონი ჯოვანა პარავიჩინი და რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ესეთი პუბლიკაციებისა და რომელმაც თვითონ შეარჩია ამ წლის თემად ქართული ხელოვნება, თუმცა ამ შერჩევას ისეთი რო იტყვიან თითქოს შემთხვევითი, მაგრამ არაშემთხვევითი მოვლენა ედო საფუძვლად. საქმე იმაში გახლავთ, რომ მე ჩემს მეგობრებთან, ახლად შეძენილი იმ დროისთვის მეგობრებთან, ბატონ ალექსანდრე კარნაუხოვთან, რომელსაც იცნობს ალბათ თქვენი მაყურებელი, იმიტომ რომ მასთან მქონდა მე დაცემა ჩაწერილი, ის გახლავთ ერთ-ერთი ისეთი წამყვანი ხელოვანი საერთოდ 21 საუკუნეში, საერთაშორისო მასშტაბით მოზაიკას აკეთებს, ხატავს არაჩვეულებრივად და მისი მეუღლე ქალბატონი ვიკა ნავერიანი ხელოვნების მუზეუმში თითქოს შემთხვევით შევხვდით ამ ქალბატონს, მას ჯგუფი ყავდა ჩამოყვანილი და აღტაცებულები იყვნენ თვითონაც და მისი ჯგუფის წევრებიც ქართული ხელოვნებით, ეს იყო პირველი ვიზიტი მათი და აი ამ დროს გაჩნდა სურვილი, რომ გაკეთებულიყო რაიმე გამოცემა ქართულ ხელოვნებაზე და აი ქალბატონი ჯოვანას ინიციატივით ეს ფორმა შეირჩა. ეხლა მინდა გითხრათ, მე ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე თქვი კიდეც, რომ ის წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი სარგებლობს ქართულ ხატებს გულისხმობ, დიდი მოცულობის არის ბევრი ინფორმაცია შიგნით, მაგრამ მცირე დოზით აქვს რეზუმე და რაც შეეხება კალენდარს, კალენდარი უკვე გამოვიდა იტალიაში, იტალიურ ენაზე, გამოვიდა საფრანგეთში, ფრანგულ ენაზე და რუსეთში, რუსულ ენაზე. ისე რომ მას აქვს ძალიან დიდი უკვე არეალი გავრცელების და კალენდრის ფორმა, თან უცხოენოვანი კალენდრის ფორმა არის ყველაზე უკეთესი საშუალება, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელო ინფორმაცია იმაზე, რაც ამ კალენდარში ასახული, ხომ ასეა რა. აი მსგავსი ტიპის ალბომ კალენდრის გამოცემა ეს პირველი შემთხვევაა თუ ადრე ჩვენთვის არის პირველი და თავისთავად გამოიცემა
80-იანი წლებიდან ეს ამ ქალბატონის იმით მაგრამ საქართველოში პირველია. ხო რა არის ამ კალენდრის ესე ვთქვათ თავისებურება და ღირებულება, ღირსება უფრო სწორედ. საქმე ის გახლავთ, რომ აქ თითოეული თვე არის გაყოფილი ორად და ამ თითოეულ თვის ილუსტრაცია, ასე ვთქვათ, ის ფურცელი, რომელზედაც მოცემულია ეს საკალენდრო მონაცემები, გამშვენებულია ფერადი ილუსტრაციით, რომელიც წარმოგვიდგენს ჩვენ ფრესკებს და ხატებს, ისე როგორც ეს სათაურში იყო ნათქვამი და გვერდზე შავ-თეთრი გვერდია, კიდე შემდეგი ფურცელი, მოცემულია ინფორმაცია დაუშვათ გელათის ღვთისმშობლით იწყება, ხო, იანვარი, გელათის მონასტერზე, დავით აღმაშენებელზე, ამ მოზაიკურ გამოსახულებაზე, ამ გამოსახულების პარალელურ მასალაზე ბიზანტიურ სამყაროში და თქვათ კიევის სოფიის ერთ-ერთ მოზაიკურ გამოსახულებას გავს ძალიან იქაური ღვთისმშობელი და ჩვენი ღვთისმშობელი გვანან ერთმანეთს, მაგრამ თან სხვაობენ, იმიტომ რომ ჩვენი ძალიან ქართულია, საუკუნეები, თქვათ რაღაც ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები ანჩის ხარჯზე, უშგულის ღვთისმშობელზე, ტიმოთე სუბანი, თქვათ დღეგან კითხვის არინაჩვენები, 40 მოწამის ხატი და რა თქმა უნდა ამ კალენდრის აი ამ ფოტოების, ფერადი ფოტოების, ილუსტრაციების განლაგებისას ჩვენ დავეყრდენით კალენდრის პრინციპს, თქვათ 40 მოწამის ხსენების დღეს თქვათ ადამიანს სახლში საშუალება აქვს ნახევარი თვის განმავლობაში უყუროს ამ უმშვენიერეს ხატს 40 მოწამისა, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინდა რაღაც გარკვეული პერიოდი ის უყურებს ღვთისმშობლის მიძინების გამოსახულებას ვარძიის მონასტრიდან და ასე შემდეგ ყინწვისის ანგელოზი აღდგომის, ასე ვთქვათ, მთავარ ხატად ავიღეთ და ამ ხრივაც ეს პრინციპი ძალიან გამართლებულია და გარდა ამისა თითოეულ აი ამ გამოსახულებას ფერად გვერდს, ანუ იმ გვერდს, რომელსაც საინფორმაციო კი არ არის, საყურებელია, ქვედა ნაწილში, იქ სადაც კვირის დღეებია, მითითებული აქვს წმინდანთა ხსენების დღეები, დღესასწაულები, თქვათ, მარხვა, როდის არის, იმ პრინციპით არის დალაგებული იქ ინფორმაცია, როგორც ეს ჩვენ საეკლესიო კალენდრებში გვხდება. ანუ და კიდევ ერთი თავისებურება ისეთი და ისე ვიტყოდი ღირსება ამ კალენდრის გახლავთ ის, რომ ისე გონებამახვილურად არის ის შედგენილი, რომ როდესაც მთავრდება წელიწადი, მას ეჭრება ზედა ნაწილი, სადაც ნახვრეტია კიდევზე დასაკიდებელი და ქვედა ნაწილი, სადაც არის საკალენდრო მონაცემები, იმიტომ რომ გავიდა ის წელიწადი და ირჩება ალბომი და ის ვინც უკვე იცნობს დიდი ხანია ამ გამოცემას და დაუშვათ მისდევს სხვადასხვა სერიებს, აგროვებს თავისი ბიბლიოთეკისათვის სხვადასხვა მთელი მსოფლიოს ქრისტიანული ხელოვნების ძეგლების აი ასეთ ალბომს და რა ვიცი მე მგონი რომ და რაღაცა რომ გამომართოთ მაინც შეიძლება უშოს პირველად არის ხელმისაწვდომი და არ აღჯერ ეს კოლექცია. როგორ მოხდება ეს დაარიგდება, გაიყიდება, სად იქნება შესაძლებელი ალბომის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გეტყვით ეხლავე, ესე იგი თქვენ ბრძანეთ უკვე ვის და რას მიეძღვნა ეს ალბომი, მე აღარ გავიმეორებ. პროექტი, ესე იგი შედგა უცხოურ მხარესა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლიობით, წარმომადგენელი ვარ მე, ტექსტების ავტორი მე ვარ, ასევე მე შევადგინე მასალა ამ ალბომისთვის და დააფინანსა ეს გამოცემა საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის კვლევის ცენტრმა. და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს არის საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს საპატრიარქოს საჩუქარი მკითხველისთვის, ოღონდ აი უნდა ვთქვათ ისაც, რომ ეს საჩუქარი შემდგომ რეალიზდება შემოწირულობების მიხედვით. ანუ ჩვენ გავაცნობთ დაინტერესებულ ადამიანებს რა დაჯდა, აი რომ იტყვიან ერთი ეგზემპლარის ფას, ხოლო დანარჩენი
მოწირულობის მიხედვით იქნება, ვისაც რამდენი და როგორ შეიძლება, იმდენს გადაიხდის ამ კალენდარში, იმიტომ რომ ეს შემოსული თანხა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა მოხმარდეს ქართული მეომირებული გალობის კვლევისა და აღდგენის საქმეს. ისე რომ ერთი მნიშვნელოვანი საქმით, მეორე ასევე მნიშვნელოვანი საქმე უნდა გაკეთდეს. შესანიშნავი საშუალებაა ესეთი არჩეული ალბომი იქნება და ვინც რაღაც გაიიღებს შესაძლებლობის დაგვარად ასევე ძალიან კეთილ საქმეს მოხმარდება. რა თქმა უნდა. ქალბატონენა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ითარგმნა უკვე ფრანგულად, იტალიურად და რუსულად, როგორც აღნიშნეთ, გულისხმობს იმას, რომ მოხდება საერთაშორისო დონეზე ეროვნულ მუზეუმში დაცული ხატების პოპულარიზაცია, იმ სულიერი საგანძურის გაცნობა საერთაშორისო დონეზე, რომელსაც ინახავს ეროვნული მუზეუმი. მაგრამ აი ინგლისურად რომ არ არის ეს ნათარგმნი, ჯერ ცოტა გამიგვიდა. იცით რა შესაქმე, ხო ეს გაკვირვია იმიტომ რომ ეს როგორც გითხარით პროექტი არის იტალიური მხარის და მოგეხსენებათ თქვენ რომ ინგლისი გავიდა ევროკავშირიდან ანუ რის თქმა მინდა იქ შიგნით არის ურთიერთდამოკიდებულებები და ამ შემთხვევაში უფრო ამერიკა ხო ინგლისურენოვანი სამყარო დღეს ამერიკა ძირითადად და მისი გავლენის ასე ვთქვათ სფეროში მყოფი ქვეყნები მაინც როგორც ჩანს ვერ თანხმდებიან ესეთ გამოცემებზე არა ეს ისე არა რომ აი რაღაცა არ უნდათ რომ გამოსულიყო, უბრალოდ თვითონ მათი ინიციატივა არისო, რომ ეს გამოსულიყო ინგლისურ ენაზე, ესე იგი მათ აქვთ ესეთი ამ შემთხვევაში შეთანხმებული მოქმედება ფრანგულ მხარესთან და რუსულ მხარესთან, ხოლო რაც შეეხება ინგლისურს, ჩვენ რომ შეგვძლებოდა მოგვესწრო, ამისი თანხმობა და მისი მზაობა იყო იტალიური მხარიდან. ჩვენ უბრალოდ ვერ მოვასწარით ინგლისურად ამის თარგმნა, მაგრამ მადლობა ქალბატონ ჯოვანას რომ მოგცა საშუალება, მოგცა მაკეტი ამ კალენდრისა, თუმცა ბევრი რამ შევცვალეთ ჩვენ ეროვნულ მუზეუმში, ირაკლი ხუციშვილი არის ესეთი დიზაინერი ჩვენთან, მასთან ერთად ვიმუშავე. კაი, დიდი დრო მოუნდა, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ტექსტების, ჩემი ტექსტების თარგმანი იყო, რაღაცა ეს ქართული ტექსტების მორგება, შევცვალეთ გარკვეული თვალსაზრისით რაღაც ინფორმაცია. სამივე ენაზე თქვენ თარგმნეთ? არა, მე ქართულად დააწერე და თვითონ თარგმნეს? და აი მინდა კიდე ვთქვა რა არის ამ კალენდარში. ამ კალენდარში უცხოურ ენებზე გარდა თითოეული ამ გამოსახულების ახსნისა მოითხოვეს და მივეცით ტექსტი საქართველოს შესახებ ზოგადად, ქრისტიანობის შესახებ ზოგადად. ეს ჩვენი ისტორია იწყება უხსოვარი დროიდან, სად არის საქართველოს, სად ვინ ვართ ჩვენ, რა ენაზე ვლაპარაკობთ, როგორი დამწერლობა გვაქვს და შემდეგ სახელმწიფოებრიობა და შემდეგ უკვე ქრისტიანობა ეტაპების მიხედვით. მე-13 საუკუნით მთავრდება ეს კალენდარი, იმიტომ რომ ხა უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, ანუ ეს თამარის ეპოქა, ოქროს ხანას მიმოვიხილავთ და ამით მთავრდება. ქართულ ვარიანტში ეს ექსკურსი არ შევიდა, თუმცა მეუბნებია რომ რატომაც არა ქართველებსაც ჭირდებათ ამის გახსენება, მაგრამ აქ არის დამატებული საკმაოდ ბევრ ადგილას შეხედულებები უცხოელებისა საქართველოზე, ქართულ ხალხზე, ქართველების სარწმუნოებაზე. ავტორები არიან მე-17 საუკუნის ესეთი მოგზაური საქართველოში, სასულიერო პირი მაკარი ანტიოქიელი, რომელსაც აქვს დაწერილი საქართველოს ისტორია, მოკლედ, ძალიან კაი შეფასებითი ისინი აქვს მას შეხედულებები და ვთქვათ იგივე ქართულ გალობაზე პირველ გვერდზე წერია ამის შესახებ, როგორ ამბობს ის, რომ ქართველები საერთოდ ისე საერო სიმღერები არა აქვთო, ყველგან საგალობლებს მღერიან, მიწას როცა ხნავენ მაშინაც, სუფრაზე რომ არიან მაშინაც, იმიტომ რომ ეს ვთქვათ იგივე ურმული და გაფრინდიშაო მერცხალთა თავისი როგორც ჩანს აი ამ ინტონაციები და მელოდიით მას აგონებს საეკლესიო საგალობლებს. კნუდ ჰამსუნი, რომელიც ამბობს რომ ვიცით ეს მსოფლიო მნიშვნელობის პიროვნება, ამბობს რომ თუ კი სადმე იცხოვრებდა საქართველოში იცხოვრებდა და რატო მღვდელი პავლე ფლორენსკი, რომელიც აქ ცხოვრობდა მართლა თბილისში, მისი სახლიც არსებობს პლეხანოვზე, აი მისი შეხედულებები, ვთქვათ ბარონი დე ბაი და აი ეს რაღაცნაირად ამდიდრებს ჩვენს ინფორმაციასაც, თუ როგორები ჩანვართ ჩვენ გარედან და როგორები და გვინდოდეს მართლა რომ ვიყოთ, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში როგორც ხედავენ, თვათ ისე ვერავართ ხოლმე, ხო, ჩვენ უკეთესად ჯერ გადამეტებულია ხო შეფასება. ისე რომ აი ძალიან ისეთი
მე ვფიქრობ, რომ კარგი შენაძენი იქნება თითოეული ქართველისთვის ეს კალენდარი. მართალია, ცოტა დაიგვიანა მისმა გამოცემამ, მაგრამ რადგან ეს ალბომია, ის რჩება მუდმივად აი ამ ქალბატონო, მაინც რომ კიდევ დავაზუსტოთ, ეს ტრადიცია დამკვიდრდება და ვთქვათ, შემდეგ გამოიცემა 2018 წლის ალბომ კალენდარი, შემდეგ 2019 წლის თუ მე ვფიქრობ, რომ უნდა დავამკვიდროთ. ჩვენ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს ფორმა, შეგვიძლია კიდე რაღაცა შევცვალოთ, მაგრამ მშვენიერი ფორმაა და შიგ თემატურად გამოიცლება. ანუ სულ ხატები და ფრესკები შეიძლება არ იყოს და შეიძლება სხვა იყოს, ვთქვათ, მომავალი კალენდრის. კი, რა თქმა უნდა. საინტერესო ტირაჟი რამდენია, რამდენი გამოიცემა? ტირაჟი არ არის ძალიან დიდი, 500-ია მისი ტირაჟი. მაგრამ ნუ რა ვიცი ახლა ეს უკვე ხოიცით როგორ არის საზოგადოების სურვილზე მოთხოვნაზე შესაძლებელია დაემატოს ხო? შესაძლებელია ალბათ. პატრიარქმა თუ ნახა ვინაიდან ჯერ არა ეს სურპრიზია. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ამ მნიშვნელოვან საქმეში და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ველოდებით დაინტერესებულ ადამიანებს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, საქართველოს მუზეუმში, ფურცელაძის ქუჩა ნომერი 1, აუდიტორია, ეს არის კუთხიდან ანუ რუსთაველის კინოს ხრიდან შესასვლელი იმ დიდ შენობაში აწერია გარედან აუდიტორია. საღამოს 6-ზე ხვალ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა ალბომ კალენდრის ტექსტების ავტორი, შემდგენელი ხელოვნების